მზის ენერგიას უდიდესი პოტენციალი გააჩნია, თუმცა მოცემულ დროს მსოფლიოში გამოყენებული ენერგიის მხოლოდ 3%-ამდე შეადგენს. მეცნიერების ვარაუდით, მდგომარეობა შეიცვლება არა მხოლოდ დედამიწაზე. ამის სასარგებლოდ მოულოდნელი არგუმენტი ბერკლიში, კალიფორნიის უნივერსიტეტში მოიყვანეს. სამეცნიერო ნაშრომი ორი მეცნიერის კამათის შედეგად გაჩნდა. ყოველთვის ატომური ენერგიის დიდი თაყვანისმცემელი ვიყავი. რა დროსაც პროექტის თანაავტორი ინჟინერი ქიმიკოსი ენტონი აბელი მზის ენერგიის მოყვარულია. ეს კვლევა ერთგვარი კამათის სახით იწყებოდა, სამეცნიერო უთანხმოების მოგვარების ცდელობა. მეცნიერებმა მარსის ათვისების სცენარი განიხილეს და აწონ-დაწონეს, თუ ენერგიის რა სახეობა იქნება ეფექტური კოლონიის სიცოცხლის უნარიანობის მხარდასაჭერად. დასკვნამ მეცნიერები გააკვირვა. ამ დრომდე ვარაუდობდნენ, რომ მარსზე ატომური რეაქტორი იქნება მიწოდებული და კვლავინდებურად მწამს, რომ ეს არის სწორი გადაწყვეტილება რამდენიმე ფაქტორის გამო. მაგრამ ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ განსაზღვრული სცენარის დროს მზის ენერგია შეიძლება ეფექტური იყოს და ამ სცენარის გამოკვლევის გაგრძელება ძალიან მნიშვნელოვანია. უნივერსიტეტში ენერგომიწოდების სხვადასხვა სცენარის კომპიუტერული მოდელი შეიქმნა, რომელიც მარსზე ადამიანებს დაჭირდებათ. კერძოდ ენერგია საკმარისი უნდა იყოს ბინადრობის ადგილის კომფორტული ტემპერატურისა და წნევის შესანარჩუნებლად. სოფლის მეურნეობისთვის სასუქის საწარმოებლად, საკვები პროდუქტების, რაკეტის საწვავისთვის მეთანის საწარმოებლად, ასევე ბიოპლასტიკის, რომელიც აუცილებელია სათადარიგო ნაწილების და პრეპარატების საწარმოებლად, ქიმიური ინგრედიენტების შესაქმნელად. აღმოაჩენთ, რომ მარსის ცენტრალურ ნაწილში ეკვატორთან არის ადგილები, სადაც მზის ენერგიამ შეიძლება ზოგიერთ ენერგეტიკულ სისტემას აჯობოს. მარსის ეკვატორზე საკმარისი მზე იქნება და შესაბამისი რაოდენობის მზის ელემენტების შემთხვევაში შეიძლება საკმაოდ ეფექტური იყოს. ენერგოსისტემის ეფექტურობის გათვლისას ერთ-ერთი მახასიათებელი იყო წონა, რაც მარსზე ტვირთის გადატანისას კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ მზის ელემენტების ენერგოსისტემის წონა რაკეტის სასარგებლო ტვირთის 10%-ზე ნაკლებს შეადგენს. კერძოდ მზის ელემენტის წონას დამატებით წყალბადის საცავი დაახლოებით 8,3 ტონას შეადგენს, რაც 1,2 ტონით ნაკლებია ვიდრე NASA-ს ატომური რეაქტორის Kila-Power-ის წონა, რომელსაც შორეული კოსმოსური მისიის ენერგოუზრუნველყოფისთვის აკეთებენ. Разрабатываемого для обеспечения энергией удаленных космических миссий. I can say that what this paper actually tries to do is it explores a number of scenarios. კვლევაში ასევე რამდენიმე სცენარი განვიხილეთ ენერგიის შენახვის სხვადასხვა ტექნოლოგიებით. ერთ-ერთი აკუმულატორის არსებობას მოიაზრებს, მეორე კი წყალბადის საწვავის ელემენტებს. მარსზე მზის ელემენტების ეფექტურად მუშაობისათვის ხელის შემწყობ ფაქტორებს შორის არის პლანეტის გაიშვიათებული ატმოსფერო, რომელიც მზის სინათლეს უკეთ ატარებს, განსაკუთრებით კი გარკვეულ განედზე. თუმცა მარსზე მზის ენერგიის განვითარების წინ სერიოზული გამოწვევებიც არის. მარსზე მზის სინათლე ისეთი ძლიერი არ არის, როგორც დედამიწაზე. ის ხვანაირია, ნაშრომში ამას ვიკვლევთ. მაგრამ უმთავრესია ის, რის გამოც აკრიტიკებდნენ ჩვენს იდეებს, ეს არის ქვიშის ქარბუქის სცენარი. ნამუშევარში განვიხილავთ სცენარს, რომელიც ქვიშის ქარბუქის გაჩენას მოიაზრებს, რა დროსაც აკუმულატორის გამოყენება იქნება საჭირო. მეცნიერების თქმით, იმასთან ერთად, რაც NASA და ინოვატორი ბიზნესმენები, ისეთი როგორიც არის მაგალითად ილონ მასკი და ჯეფ ბეზოსი, დედამიწის მიღმა დასახლების მშენებლობას სერიოზულად განიხილავენ, საიმედო ენერგიის წყაროს შემუშავების მოთხოვნა გაჩნდა. შედარებით მსუბუქი და მოქნილი მზის ელემენტი მარსზე გადაზიდვის საფასურს ამცირებს. ამასთან კოსმოსურ ხომალდზე შენახვის განსაკუთრებულ პირობებს არ მოითხოვს. Алексей Горбачев, Юрий Закревский специально для программы «Детали».